გამარჯობა ძმებო. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. დღეს ვიდეოში ვისაუბრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს UFC-ის სამყაროდან. პირველი, მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის დაპირისპირება. მეორე, რეაქცია ყოფილი ჩემპიონების თვალით და მესამე, პედი პიმბლეტის და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ. თუ გინდათ რომ ვიდეოები გაგრძელდეს და მსგავსი შოუს ხარისხის ანალიზი მიიღოთ, აუცილებლად დაითვალეთ ლაიქი, გამოწერა არხზე და დატოვეთ კომენტარი. ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე ვითარება მძაფრდა, როცა მერაბ დვალიშვილმა და პიოტრიანმა კვლავ გადაიკვეთეს გზები. მერაბი ამბობდა, რომ მას პირადი მტრობა პიოტრიანის მიმართ არ აქვს, თუმცა რუსმა ფაიტერმა პირველ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით სიტყვები წარმოთქვა. 59 ჩაგდების მცდელობა ერთ რუკოი გავაკეთე. ეს ფრაზა მერაბისთვის აშკარად გამოწვევად იქცა, რომელიც მის მკვეთ რეაქციაში აისახა. პიოტრ, ასეთი დონე უკვე აღარაფერი უნდა ამართლიდე. 6 დეკემბერს ისემ დაგამარცხებ და მაშინ რა სიტყვი? ახლაც გაქვს ტრამვა? დიახ თუ არა? განაცხადა დვალიშვილმა. დარბაზში ხმაური გაძლიერდა, მაგრამ იანმა ბოლოს მოისმინა ნათარგმნის სიტყვები და დაამშვიდა გულშემატკივრები, რომ კარიერის საუკეთესო ფორმაშია და მზადაა მერაბის ნოკაუტირებისთვის. მერაბმა კი აღნიშნა, რომ ამჯერად უფრო ტექნიკური და მშვიდი იქნება, რადგან თუ ბრძოლა გადაწყვეტილებამდე მივა, მე მანქანა ვარ გამარჯვებებზე. ეს კონფლიქტი ხაზს უსვამს არამხოლოდ მებრძოლების პროფესიონალიზმს, არამედ იმასაც, თუ როგორ შეუძლია მერაბ დვალიშვილს დარჩეს მობილური და აგრესიული, როდესაც ფსიქოლოგიური სტრატეგია მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ამბავი, რომლის ცოდნაც მაყურებელს აძლევს სრულ წარმოდგენას იმის შესახებ, რაც UFC-ს 323-ზე მოხდება. რეგულარული ამბები არ მთავრდება აქ. ავსტრალიელი ექს-ჩემპიონი რობერტ ვიტტაკერი არ დაინახა, როგორ შეძლებს პიოტრ იან მერაბ დვალიშვილის დამარცხებას. მისი თქმით, მერაბი ძალიან ძლიერი მებრძოლია. მერაბი ნამდვილად შესანიშნავი ბორებელი. მისი ბრძოლა ძალიან ეფექტურია. მისი სტენდის მუშაობა ბოლო ორთაბრძოლებში აშკარად გაუმჯობესდა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცვა და შეტევა ერთ დონეზე იყოს. ვიტტაკერის აზრით, პიოტრ იანს დღეს პრაქტიკულად არ აქვს სუსტი მხარეები, რომლითაც მერაბის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს. ერთადერთი შანსი ლაკი პანჩი, მაგრამ სხვა მხრივ მერაბი სრულ მზადყოფნაშია. შეუძლია ფაიტისთვის სრული კონტროლი და სტრატეგიული დარტყმების გამოყენება. 6 დეკემბერს UFC 33-ზე დვალიშვილი შეეცდება განხორციელოს ისტორიული მიღწევა. 4-ჯერ დაიცვას ტიტული ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ვიტტაკერი აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ფარშელი მისი ბრძოლების სტილი და შესანიშნავი აღდგენა. ეს შეიძლება გაგონდეს ჭყვის წინააღმდეგ, მაგრამ მისი სტილი ხელს უწყობს სწრაფ დაბრუნებას ორთაბრძოლებში, რადგან ძალიან ცოტა დაზიანება იღებს. მას არ ეშინია ყოველდღიურად ვარჯიშისა და ახალი ბრძოლისთვის მოსვლის, ამბობს ავსტრალიელი. ეს შეფასებები აჩვენებს, რომ მერაბი არ არის მხოლოდ ძლიერი ფიზიკურად, არამედ გონებითაც. შეუძლია გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება, საოცარი მობილურობა და მუდმივი მზადყოფნა. ასეთი აქტიურობა, როგორიც ვიტტაკერმა აღნიშნა, უნიკალურია UFC-ში, რაც აძლევს მის ბრძოლას დამატებით ძალასა და დრამატურგიას. როგორც იცით, ჩემი რეაქცია მაშინვე, როგორც ეს ბრძოლა გამოცხადდა, არ იყო პოზიტიური ძმებო. პრობლემა არ არის თვით ორთაბრძოლაში, არამედ სამართლიანობაში. ჩემი ძმა არმან ცარუკიანი, რომელიც დიზერვდი იყო ბრძოლისთვის, ვერ მიიღო შანსი. UFC თითქოს გადაწყვიტა, რომ პედი პიმბლეტი უნდა იყოს საჩემპიონო კანდიდატი ან მომავალი, ვინც ეჯახება ილია ტოპურიას. ეს ყველაფერი საკმაოდ იძულებული და არასამართლიანი ჩანს. გარდა ამისა, რთულია აღიაროთ გამარჯვებული როგორც დროებითი ჩემპიონი, როცა ობიექტურად გვაქვს მინიმუმ 4 ფაიტერი, რომლებიც ბევრად მაღალ დონეზე არიან. არმან ცარუკიანი, ილია ტოპურია, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა. ვფიქრობ, რომ ამ 4-დან თითქმის ყველა აჯობებს ჯასტინ გეიჯსა და პედი პიმბლეტს დღევანდელი ფორმით. რამდენიმე დღე გავიდა, ახლა უკვე უფრო მყარად ვგრძნობ. ემოციები ცოტათი ჩაცხრილია, მაგრამ მაინც ვერ ვთანხმდები UFC-ს გადაწყვეტილებას. ორთაბრძოლა საჭირო იყო, რათა გვესწავლა, ვინ იქნება შემდეგი ილია ტოპურიას წინააღმდეგ. არმან ცარუკიანის შემდეგ. ეს არის მთავარი საკითხი. არმანი უნდა იყოს პირველი. თუმცა ორთაბრძოლა თვითონ საინტერესოა. პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი არასდროს ყოფილან მოსაწყენი ფაიტერები. შეიძლება ვერ ჩაითვალონ დღეს საუკეთესოები წონით კატეგორიაში, მაგრამ ოქტაგონში ისინი ყოველთვის გვთავაზობენ სანახაობას. ვიცი, რომ ბრძოლას ენთუზიაზმით შევხვდები. ამას ვერ დავმალავ. პედი პიმბლეტი მოდის თავისი საუკეთესო ბოლო გამოსვლიდან. ადილად დაამარცხა მაიკლ ჩანდლერი, მანამდე დაამარცხა ტონი ფერგელსონი და ბობი გრინი. თითოეული ბრძოლა აჩვენებს პროგრესს. პედი უფრო ტექნიკურია, უფრო ძლიერი, უკეთესი ფუტვორკი და ლოუ კიკს აქვს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მომავალ ორთაბრძოლაში მისი საუკეთესო ვერსია ვიხილავთ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ჯასტინ გეიჯი არის 37 წლის ვეტერანი.
მრავალი ორთაბრძოლის გამოცდილებით. მართალია, ახლა არაა თავისი პიკ ფორმაში, მაგრამ მაინც არის ტოპ 5 ან ტოპ 6 მსუბუქ წონაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კატეგორიაა MMA-ში. ბევრმა underestimated მას და მიიჩნევს, რომ პედი ფავორიტია, თუმცა სტრატეგიულად ბრძოლა უფრო თანაბარია, ვიდრე ბევრს ჩანს. 2018 წლიდან ჯასტინ გეიჯმა მხოლოდ 3-ჯერ წააგო: მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა და ხაბიბ ნურმაგომედოვი. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოცდილება, უნარები და ბრძოლებში მიღებული ცოდნა ოქტაგონში უდიდეს უპირატესობას აძლევს მას. პედი პიმბლეტი კი საოცრად ტექნიკური ფაიტერია. კარგი ლოუ-კიქსი, მაღალი იუჯიცუ დონე, ჭკვიანური გადაწყვეტილებები ოქტაგონში. ოქტაგონში მისი სტილი დამოკიდებულია მეტოქის შეცდომების ექსპლოიტეიშენზე. მთავარი კითხვა იქნება, ვინ შეძლებს მეტოქის შეცდომების გამოყენებას უკეთეს: ჯასტინის სტრაიკინგის გამოყენებით, პედი გრაპლინგის და იუჯიცუის საშუალებით. როგორც უკვე ვთქვით ძმებო, ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი. პედი პიმბლეტს აქვს თავისი ძლიერი მხარეები, განსაკუთრებით გრაპლინგში და იუჯიცუში. მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს არმან ცარუკიანის ან ჩარლზ ოლივეირას დონე, მისი ქვედა ბრძოლები და მიწაზე კონტროლი საკმაოდ მაღალია. პედის შეუძლია სწრაფად მოაქციოს მეტოქე მიწაზე, ჩაატაროს კონტროლი და მოახდინოს ტაქტიკური შეტევა. ჯასტინ გეიჯის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ოქტაგონში არის მისი გამძლეობა და გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ იგი 37 წლისაა, აქვს ძლიერი სტრაიკინგი, სწრაფი ხელები და ძლიერი დარტყმები. პრობლემაა, რომ პედის წინააღმდეგ უნდა აკონტროლოს ის, რადგან პედის ლოუ-კიქს და იუჯიცუ საკმარისად კარგი და ტექნიკურია, რომ შეიძლება შეცდომა მას ძალიან ძვირი დაუჯდეს. ძალიან საინტერესო იქნება, როგორ გამოიყენებს ჯასტინი თავის ტექნიკას სტრაიკინგში, განსაკუთრებით სწრაფი ხელებისა და სიმძიმის კომბინაციებში. თუ შეძლებს პედის დაცვას ოქტაგონში და დროულად იპოვის დარტყმების შესაძლებლობას, შეუძლია სერიოზული საფრთხე შეუქმნას. თუმცა, პედის ძლიერი იუჯიცუ და გრაპლინგ უნარები მისცემს მას შანსს, რომ სწრაფად გადაინაცვლოს მიწაზე და მოახდინოს კონტროლი. გრაპლინგის თვალსაზრისით, პედის მთავარი მიზანი იქნება ჯასტინის დაჩაგვრა მიწაზე და ტაქტიკური გამოყენება თავისი ხელოვნების. მის იუჯიცუ ელიტურია, შესანიშნავი წვდომა ზურგზე, ძლიერი ground and pound, კარგად ახორციელებს ტრანზიშნებს. ჯასტინის წინააღმდეგ, რომელიც იყენებს კრამბლერებს, პედი უნდა იყოს ფრთხილად, მაგრამ თანაც ეს არის მისი ძლიერი მხარე. თუ ბრძოლა მიწაზე გადაწყდება, პედის გამარჯვების შანსი ძალიან მაღალია. ჯასტინ გეიჯი კარგი თავდაცვის ფაიტერი მიწაზე, მაგრამ პედის გამოცდილება, ჭკვიანური სტრატეგია და ტექნიკა აიძულებს მას შეცდომების დაშვებას. ოქტაგონში ის ყოველთვის ახერხებს ოპონენტის შეცდომის ექსპლოიტეიშენს და ეს იქნება გადაწყვეტილობის მთავარი ფაქტორი. სტრაიკინგში პედის პრობლემები ძირითადად მისი დაცვაა. ჯაო ექსპოუზდ ხშირად აქვს, არ აქვს საუკეთესო ბოქსის დეფენზივი. თუმცა მისი ლოუ-კიქს საკმარისად ძლიერი და ტექნიკურია, რომ შეაჩეროს ჯასტინის ფეხები და შექმნას ოპენინგს. ამიტომ ბრძოლა იქნება მუდმივი ბრძოლა მომენტებზე. ვინ შეძლებს უფრო სწრაფად და ეფექტურად გამოიყენოს შეცდომები. ძალიან საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება ეს ბრძოლა. პირველი რაუნდი შეიძლება იყოს შეგროვების პერიოდი, ტაქტიკის გამოცდა. შემდეგ კი პედი უნდა დაიწყოს მოქმედება მიწაზე, თუ შეძლებს ჯასტინის დარტყმების თაიმირება სწორად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯასტინი ვერ ექნება ლიველის გარეშე. მას აქვს ძლიერი სტრაიკინგი და შეუძლია ძნელად მოსაგები იყოს. მოკლედ ძმებო, ეს ორთაბრძოლა იქნება ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს მსუბუქ წონაში. პედი მოდის ფორმაში, აქვს მაღალი IQ ორთაბრძოლაში. ჯასტინ გეიჯი გამოცდილია და ვერ დაუშვებს ადულ გამარჯვებას. ჩემი აზრით, ეს ბრძოლა საბოლოოდ გრაპლინგმა გადაწყვიტა, მაგრამ სტრაიკინგშიც იქნება სერიოზული ბრძოლა. შეჯამებით ძმებო, მზად იყავით სანახაობისთვის. პედი პიმბლეტი უნდა იყოს სლაიდ ფავორიტი თავისი პროგრესით, იუჯიცუ და გრაპლინგის უნარებით, ხოლო ჯასტინ გეიჯი იქნება ძლიერი კონკურენტი სტრაიკინგში და გამოცდილებაში. ბრძოლა იქნება დაძაბული, სწრაფი და მთელი 5 რაუნდის განმავლობაში საინტერესო. და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დაითვალეთ ლაიქი, გამოწერა არხზე და დატოვეთ კომენტარი. ეს გვაძლევს შანსს, რომ გავაგრძელოთ ასეთი შოუს ხარისხის ვიდეოები. ჩვენთან ერთად თქვენ ყოველთვის იქნებით ეპიკური კომენტარებით, ჩართულობით და მხარდაჭერით.